მეგობრებო, მოგესალმებით. გარეთ წვიმს, მე კი თქვენთვის ახალი საჯარო გაშლა მოვამზადე თემით რას მალავს ჩემგან ადამიანი, რომელიც მე ახლა მაინტერესებს. ნებისმიერი ადამიანი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და ჩვენ ახლა გავიგებთ რას მალავს კონკრეტული ადამიანი, რომელიც თქვენ ახლა ასე ძალიან გაინტერესებთ. ვარიანტი ვნახოთ, რამდენი გვექნება. სავარაუდოდ 3 ვარიანტი გვექნება. და მოდით გავარკვევთ, რას მალავს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენგან. მაშა სადამე პირველი ვარიანტი ესე გავაკეთოთ. მეორე ვარიანტი უკაცრავად მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ცოტა დავახლოვებ კადრს, ხო? ცოტა სხვა რაკურსიდან ვიღებ. ძალიან კარგი, პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი. დახუჭეთ თვალები. დაინახეთ ჩაფიქრებული ადამიანი და ჩვენ ახლა გავიგებთ თუ რას მალავს ეს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენგან. რა არის მისი საიდუმლო, რასაც არ გეუბნებათ. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. რას მალავს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენგან. ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი ხრამე განსაკუთრებულს მალავს თქვენგან, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი სხვა რამეს დემონსტრირებდეს, სხვა რამეს გეუბნებოდეთ. მოდით ნახოთ, რამდენად შეესაბამება რეალობას ადამიანი, რასაც აჩვენებს. გასაგებია. ახლა შევამჩნიე რა კარგი ცხრიანების ხმლებია, ნახეთ. პატმა უკმია. კუტოს. პირველი ვარიანტი. აი, იმიტომ დავსვიკითხო, იმიტომ ჩავღრმავდი, იმიტომ რომ ერთი შეხედვით თითქოს არაფერს არ მალავს ეს ადამიანი, მაგრამ აქ ორი ვარიანტია. მე ქალის ვარიანტშიც გაგიჟღერებთ და ნუ მამაკაცის ვარიანტში გასაგებია, ხო? თუ მამაკაცი ჩაიფიქრებთ, მამაკაცი მალავს ახლა იმას, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს, რომ მას ყველაფერი იდეალურად აქვს, ხო? ანუ გაჩვენებთ, რომ თითქოს ეს ასია, მაგრამ რეალურად ეს ასე ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ კონკრეტულმა პენტაკლების დედოფალმა, საკმაოდ ესეთ რესურსიანმა, ძლიერმა ქალმა, რომელიც ახლა მით უმეტეს თუ ესეთი ალფონსი კი ჩაიფიქრეთ აქ, რომელიც თქვათ მიჩვეულია სხვების ენერგიებზე და კმაყოფაზე ცხოვრებას, შეიძლება დედაც იყოს, მაგრამ ნუ ყველა თავის ნაწილში იცის ახლა რაზე ვსაუბრობ. აქ მაჩვენებს, რომ ეს კომფორტის ზონა, რომელსაც ადამიანი გარეთ აჩვენებს, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს, რომ ფულიც აქვს, კმაყოფილია ცხოვრებით და ბედნიერია, რეალურად ეს ასე არ არის.
რეალურად მე ესეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ეს ადამიანი ან რაღაცაში არის გამოჭერილი, ტყუილში, მაიმუნობაში, ცუდ манипуляციაში, ანუ აქ მაჩვენებს, რომ ადამიანი გიმალავთ იმას, რომ ძალიან ნერვიულობს პენტაკლების დედოფალზე, რომელმაც თავზე ჩამოამხო ყველაფერი. შეიძლება ეს პენტაკლების დედოფალი სხვათა შორის თქვენც იყოთ, ხო, მაგრამ მაჩვენებს, რომ მის მამაკაცურ ეგოს ბატმა რო უკმინა ეს, სადაც ძალიან კარგად ჩვენ ძალიან ბევრი ვიცინე ხა ამ დასტას ხშირად არ ვიყენებ ხოლმე და ხა რო დავაკვირდი სასაცილოდ არ მეყო. გამიგეთ ხო? აქ ადამიანი იმას გიმალავთ, რომ რეალურად მის ცხოვრებაში აბსოლუტური ნეცი ხდება, ანუ არანაირად არ გრძნობს ადამიანი თავს კარგად, ჩამოინგრა ყველაფერი, რაზეც მიჯაჭვული იყო, რაც სტაბილური ეგონა, სადაც თავი ბატონ პატრონი ეგონა, ყველაზე მაგარი ეგონა. რაში ეგონა თავის თავი ყველაზე მაგარი? მოდით ვნახოთ, რაში ეგონა ყველაზე მაგარი თავის თავი. იმპერატორი ქალი, არკანის სამყარო. ნუ თავის თავი ყველაზე მაგარი ეგონა იმაში, რომ თუ ეს სამკუთხედი იყო, ესეც როგორც ეს ერთ-ერთი ვარიანტი, ყველას არ ეხება ეს, რომ ორ სკამზე ერთად ძალიან კომფორტულად ედოტაკო და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ნუ რეალურად აქ მაჩვენებს, რომ თავის თავი მაგარი ეგონა, თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ ზოგადად ქალებთან манипуляციაში ეგონა თავის თავი მაგარი. რომ ყველაფერს იღებდა რაც უნდა და ქალებისგან, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ბატმა უკმინა იქ, სადაც უკმინა, ხო, ასე რომ რეალურად ადამიანის ცხოვრებაში ნახეთ თან შარდავს, ხო, ვიღაცის ღობეზე შარდავს აშკარად და ბატმა ჩათვალა რომ ჭიაყელა და ხვატ ასე რომ პირველი ვარიანტი ეს შეიძლება როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავდეს იმას, რომ სხვის ღობეს არ უნდა მიაშარდო, ან იქ არ უნდა შეაძვრინო შენი მამაკაცური ღირსება, სადაც მოვლენ და ამას გაგიკეთებენ, ხო? ამიტომ ადამიანის ცხოვრებაში ახლა აბსოლუტური ნგრევა პირდაპირ გეუბნებით. თუ ქალი ჩაიფიქრეთ, ქალს ნამდვილად ეშინია თავისი ფინანსური დამოუკიდებლობის, ფინანსური წარმატების დაკარგვის, პირდაპირ გეტყვით, და არა მხოლოდ ეშინია, არამედ არის მის ფინანსურ ენერგიებში საშინელად დიდი ცვლილებები და ძალიან ნერვიულობს ფინანსებთან დაკავშირებით. რაღაცა სტაბილური, რასაც ვთქვათ, მისთვის შემოსავალი მოქონდა თუ გარკვეული კეთილდღეობა მოქონდა, ანუ ადამიანს ფინანსური ენერგიები შეერყა. შეერყა და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს განიცდის. თუ აქ ქალი ჩაიფიქრეთ, ასე რომ აი ამ ყველაფერს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენგან მალავს. გინდ მამაკაცი იყოს ეს, გინდ ქალი, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და შეიძლება, მაგრამ გარედან აბსოლუტურად სხვანაირად შესაძლებელია აჩვენებდეს ადამიანი თავის ცხოვრებას. ძალიან კარგი. პირველი ვარიანტი ველი თქვენს კომენტარებს. ვისმა ბატმა ვის კუტუს უკმინა მომიყევით მერე და მეორე ვარიანტი ხა თქვენთან ვნახოთ, ხო, რა ხდება, რას გიმალავთ ჩაფიქრებული ადამიანი. ოთხიანების თასები, ვიღაცა რომ ენატრება ამას გიმალავთ ჩაფიქრებული ადამიანი. ვიღაცა რომ ენატრება აი ამას გიმალავთ ჩაფიქრებული ადამიანი. ის რომ ემოციურად ადამიანი არ არის კარგად, რომ არ არის ბედნიერი. კიდევ რას გიმალავთ ჩაფიქრებული ადამიანი? შვიდიანების პენტაკლები. ორიანების პენტაკლები. თასების პაჟი. ძალიან ბევრს ნახეთ რას გიმალავთ ადამიანი, ხო, ანუ ადამიანი ცდილობს რეალურად რომ გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. ადამიანს ძალიან უნდა რომ მქონდეს უკეთესი ცხოვრება, რომ მიყოს იმაზე კარგად, ვიდრე ვთქვათ ახლა არის, ხო?
ადამიანი ამას ცდილობს ყველანაირად, აგროვებს ინფორმაციას, თითქოს უნდა რომ უფრო მეტად თქვათ, რა ვიცი, პოპულარული იყოს, წარმატებული იყოს, უფრო მეტად ჭკვიანი და გონიერი გამოჩნდეს, თქვათ, საზოგადოების თვალში, მაგრამ რეალურად არ გამოსდის ადამიანს ეს ყველაფერი. Იმიტომ რომ ადამიანი არ არის გაზრდილი იმ დონემდე, რა დონეზედაც მას უნდა რომ საზოგადოებას თავისთავი დაანახოს. ანუ ადამიანი გიმალავთ იმას, რომ ის არის საშინლად უკმაყოფილო იმ სტატუსით და იმ პოზიციით, რითაც ის საზოგადოებაში სარგებლობს. მოდით ვნახოთ ოთხიანების თასები. აი განსაკუთრებით რაში განიცდის აი ამ ოთხიანების თასებს. თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ხო, რა ადამიანს ძალიან ხო გეუბნებით, ადამიანს უნდა ძალიან ბევრს იბრძვის, ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ მისი თვითშეფასება გაიზარდოს. ანუ ადამიანს ძალიან ეხება თვითშეფასებაზე ის, რომ ვერ უახლოვდება იმ მდგომარეობას, არამც თუ არ არის იმ მდგომარეობაში, არამც ვერც უახლოვდება იმ მდგომარეობას, როგორიც უნდა რომ იყოს რეალურად. იმიტომ რომ ბრძოლობს თითქოს, აკეთებს, თითქოს მუშაობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხუთიანების პენტაკლები აჩვენებს იმას, რომ კატასტროფულად და საშინლად არ არის კმაყოფილი, აქვს შემოქმედებითი კრიზისი, აქვს ფინანსური კრიზისი და აი ამას გიმალავთ ადამიანი რეალურად. პარტნიორულ ურთიერთობებში ყველაფერი ცუდად არის აშკარად. ხმლების დედოფალი ნახეთ. თავში როგორ უბაყუნებს. ხო, ხვდებით ხო, მამაკაცი ჩაიფიქრეთ, აშკარად ხმლების დედოფალი არის, რომელიც თავში უკაკუნებს. თუ ქალი ჩაიფიქრეთ, ყოველ შემთხვევაში ეს არის ქალი, რომელიც იმიტომ რომ ვერ რეალიზდება ისე როგორც მას უნდა, გაბრაზებულია ირგვლივ სამყაროზე. აი ამას გიმალავთ ჩაფიქრებული ადამიანი, თქვენ ჩემო ძვირფასა მეორე ვარიანტო. დაგემშვიდობებით, რა სევდიანი ისტორიებია. მესამე ვარიანტი, ნიჟარა, თქვენ რას გიმალავთ ჩაფიქრებული ადამიანი? თქვენ რას გიმალავთ ჩაფიქრებული ადამიანი? და მეორე ვარიანტი, ხო, ძალიან მარტოსული ადამიანი რეალურად. ფიქრობს, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ უგებს ამ სამყაროში ისე, როგორც მას უნდა. კარგით, მესამე ვარიანტი ვნახოთ. რას ეხება ეს? ჩაფიქრებული ადამიანი იმას გიმალავთ, რომ ქურუმი ქალია მაგარია. ჩაფიქრებული ქალი იმას გიმალავთ, რომ არის მის ცხოვრებაში კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ის უთვალთვალებს, რომელსაც ის ათვალიერებს. რომელსაც რომ უყურებს მის ფოტოსა თუ მის ვიდეოს არ აქვს მშვობა, ძალიან აჟიტირებულია ეს ადამიანი, ანუ აქვს გარკვეული სექსუალური, ინტიმური ხასიათის ინტერესი ამ ადამიანთან მიმართებაში, მაგრამ ანუ არის რაღაცა სირთულე, რაც არ გამოდის. შეიძლება თქვენც იყოს სხვათა შორის, ან იყოს სხვა ადამიანი. ადამიანებს შორის არის საზღვარი. ამ საზღვარს ეს ადამიანი ვერ ლახავს. იმიტომ რომ არ აქვს ამის ძალა, ენერგია, შესაძლოა ფინანსური რესურსი არ აქვს ადამიანს, ხო? და ადამიანი თითქოს ელოდება რაღაც შანსს, რომ შეძლებს ამ ადამიანთან რაღაცნაირად შეხვედრას, დაახლოვებას, ურთიერთობის რაღაცა სხვა ეტაპზე გადაყვანას, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მის ოცნებებში, მის ფიქრებში და მის ფანტაზიებში. კიდე რას გიმალავთ ეს ადამიანი?
ძალიან უნდა რომ გამარჯვებული იყოს, ძალიან უნდა რომ ლიდერი იყოს. ხო, ძალიან უნდა რომ იმანიპულიროს სიტუაციით და ყველაფრის ვთქვათ მხატვარი, რეჟისორი და ოსტატი თვითონ იყოს, ხო? ძალიან უნდა რომ კარგად იყოს. ძალიან უნდა, აშკარად ხმლების დედოფალია, რომელიც უკაკუნებს თავში. ხვდებით, ხო? თუ ეს სამკუთხედია, ვიმეორებ, სხვისკენ აქვს ადამიანს ინტერესი, მაგრამ სახში ხმლების დედოფალი ყავს, რომელიც თავში უკაკუნებს, მიხვდით, ხო? და არც ის რა გააკეთოს. არც ის რა გააკეთოს. დიდი ალბათობით აქ სამკუთხედია. დიდი ალბათობით. არის გარკვეული გატაცება სხვა ადამიანით. თუ მაგალითად ქალი ჩაიფიქრეთ, შეაბრუნეთ სცენარი. თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, სცენარი ასეა ჩამოწერფასებო. ანუ თუ სამკუთხედია და თქვენ ხართ მესამე პირი, შეიძლება ადამიანი არ გიყვებათ, რომ სახში ძალიან რთული სიტუაცია აქვს, ფინანსური პრობლემები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ვერ ახერხებს ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ცოლი უკაკუნებს თავში, ხო? თუ მეუღლე ბრძანდებით, მაშინ ამ შემთხვევაში რა გიყოთ? კი, არის აქ ესეთი ინფორმაცია, რომ მამაკაცი შესაძლებელი იყოს გატაცებული კონკრეტული ქალით, მაგრამ თქვენ თუ ხმლების დედოფალი ხართ და თავში უკაკუნებთ, დიდი ალბათობით ვერ ბედავს ამ ყველაფერს. უფრო მეტად რომ შეაბიჯოს ამ ყველაფერში, ოცნებობს იქ რაღაც თავის ფანტაზიებშია, მაგრამ ამას რაღაცნაირად რეალობა არ უჩანს, ხო? ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის ეს ასეა და ახლა ეს ენერგიები ასე იკითხება. შეიძლება უკვე რაღაცნაირად მოუხაზეთ, ხო, როგორც იტყვიან და ამიტომ იცი კიდე ერთხელ თუ გაბედავს, ციც, ხო? აღარ იქნებით ხმლების დედოფალი, ხო? ესეთი მე იქნებით ხმლების დედოფალი კუბში, კვადრატში, ხო? უბრალოდ ხმლების დედოფალი სიტყვებით აღარ შემოიფარგლებით, მაგრამ უკვე შეიძლება სხვა რაღაცებზე გადახვიდეთ, ხო? ვიცი, განქორწინება, ნახვამდის, წადი შენი გზითი არე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ადამიანს შიში რო აქვს, ეს ფაქტია. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.